აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქალაქის მერთან ერთად ბათუმში სამშენებლო ობიექტები დაათვალიერა და მშენებლობის ტემპებით და დასაქმებულთა რაოდენობით დაინტერესდა. რეგიონის პირველი პირის ინფორმაციით ბათუმში საცხოვრებელი კორპუსების და სასტუმროების მშენებლობა დაახლოებით 1,000,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. 60-მდე მშენებარე ობიექტზე კი 1500-მდე ადამიანია დასაქმებული. ლევა ვარშალომიძის თქმით, სამშენებლო სფეროში არსებული წარმატება მთავრობის და ბიზნესის შეთანხმებული მუშაობის შედეგია. Cifri არის 1,600,000 კვადრატული მეტრი მთლიანად აჭარა, მთლიანად მშენებლობა როგორც ასეთი მიმდინარეობს. ბათუმის ობიექტებიდან 60 ობიექტებიდან მხოლოდ 4 თუ 5 არის შეჩერებული, დანარჩენი აქტიურია. და მართლაც ყურადღება მისაქცევია ერთ რამეზე, რომ თითოეულ მშენებლობაზე, თითოეულ ობიექტზე საშუალოდ 50-დან 100-მდე არის დასაქმებული. მშენებლობები მიმდინარეობს საკმაოდ მაღალი ტემპით, რაც საწარმოა ასევე ის რომ გაყიდვები საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით გამოიხატება, ანუ ფასები დასტაბილურდა უკვე და გაყიდვების რაოდენობა საკმაოდ მაღალია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მშენებლობები ბათუმში არ გაჩერდება და ამ არსებულ მშენებლობებს აუცილებლად მოყვება კიდევ ახალი ბინაჩვენებლობები.